საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში მოხვდა თავდაცვის სამინისტროც, რომელსაც 113 მილიონის ვალი აქვს აღებული. დანაკლისი შეარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურებზე და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე არ აისახება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიას მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ დღეს პოსტზე მისი წარდგენისთანავე სამხედრო უწყებას 10 მილიონი განაცხადა. სამხედრო უწყებას 10 მილიონის არამიზნობრივი დანახარჯი აქვს. აღებული ვალდებულებების დოკუმენტები ჯერ საჯარო არ არის. სამხედრო უწყება პრობლემის მოგვარებაზე ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს საზოგადოებას 5-დან 3 მოადგილე წარუდგინა. ლევან დოლიძე შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმებზე იმუშავებს. ალექსანდრე ბურჭულაძე თავდაცვის სამინისტროს ფინანსებს გააკონტროლებს. მესამე მოადგილე პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორიკი თავდაცვის უსაფრთხოების საკითხებს უხელმძღვანელებს. ბოლო პერიოდის მოღვაწეობდა საქართველოს დაზვერვის, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტში. ძალიან მიხარია ასევე, რომ ბატონი ირაკლი გააგრძელებს მუშაობას და მისი ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხები. პირველი მნიშვნელოვანი მიმართულება იმ 113 მილიონიანი დანაკლისის შესწავლაა, რომელიც სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას უწყებაში დახვდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფინანსურ დარღვევებზე პროკურატურის ჩართვას არ გამორიცხავს. არის აღებული საკმაოდ დიდი ვალდებულებები სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ, რომელიც დავშა წლის ბოლომდე უნდა დაიფაროს. ამ ვალდებულებების უნდა მოხდეს გადაფილტვა და რეალურად გამოყოთ ის აუცილებელი ხარჯები, რომლებიც საჭირო, მოდით ასე ვთქვათ, ჯარის კეთილდღეობისთვის, ელემენტარული მისი არსებობისთვის, ხოლო ყველა სხვა, ასე ვთქვათ, პუნქტი იქნება, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის გადავადებული მაინც. ლევან დოლიძე, რომელიც აქამდე ლევან მიქელაძის ფონდს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ამაღლების საკითხებზე იმუშავებს. უახლოეს დღეებში დავიწყეთ აქტიურ მოქმედებებს იმისათვის, რათა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც თავისთავად უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოს თავდაცვის სისტემის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და შეიარაღებულ ძალებზე, გაერთიანებულ შტაბზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მოადგილეების სახელები არაფრის მთქმელია. რამდენიმე წელი ევროინტეგრაციის საკითხებით მიწევდა დაკავება და თავდაცვის სფერო ცოტა წარსულში დარჩა. ნახოთ, გამოჩნდება ალბათ ბიოგრაფიებსაც გავიგებთ და რაც მთავარია საქმე წარმოაჩენს ყველას. ირაკლი ალასანიას განცხადებით უახლოეს დღეებში თავდაცვის მინისტრის კიდევ 2 მოადგილის ვინაობა გახდება ცნობილი და მათთან ერთად გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი დაინიშნება.